ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის კოეფიციენტი 5%-ით 90%-მდე იზრდება. ანუ საქართველოს მოქალაქე, ვისაც ბინის შეძენა სურს, პირველადი შენატანის სახით 15%-ის ნაცვლად ბინის ღირებულების 10%-ს გადაიხდის. ეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ხდომაზე მიიღეს. იმსჯელეს მარეგულირებელის რამდენიმე ახალ გადაწყვეტილებაზე. შევხედეთ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ეკონომიკის ნორმალიზაციის პარალელურად შესაძლოა გარკვეული შენელება გქონდეს აქტივობაში, ამიტომ ამის საპასუხოდ ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი გავზარდოთ 85-დან 99%-მდე. ეს ნიშნავს, რომ მოხმარებელს მოუწევს სესხის აღების დროს ბინის ღირებულების 10% დადოს თავად და 90% ისესხოს, ვიდრე ეს იყო 15% მანამდე და 85% შესაძლოა შეძლო მხოლოდ ბანკისგან. ვფიქრობთ, რომ ეს ხელშეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის მდგრად აქტივობას და ასევე გარკვეულწილად გაზრდის მოსახლეობის მიერ საზღვრის ხელმისაწვდომობას.